დღეს არის შაბათი 26 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 13 ივლისი 2025 წელი და დღევანდელ შაბათზე ჩვენ გვისაუბრია ეს არის საუბარი 75 და ნუ დღეს გვაქვს წმინდა ჰენრიხ მეორე იმპერატორის ხსენება არის მისი წმინდა ნაწილი გაგვაჩნია და ეს არის საუბარი 75 ეს არის იმპერატორი ჰენრიხ მეორე და ამიტომ ამ თემაზე აღარ შევჩერდებით სამაგიეროდ არ გვისაუბრია ესე იგი ახალი წმინდა ნაწილი გვაქვს ეს არის წმინდა ივლიანე კენომანელი თუ ცენომანელი ესე გამოითქმის ეს სიტყვა სხვადასხვანაირად გამოითქმის და აი მის შესახებ მინდა მოგითხროთ ნუ პირველის ყოვლისა ეს კენომანია ან ცენომანია მოკლედ ეს ცეთი იწერება ეს არის თანამედროვე ლემანი საფრანგეთში არის ეს ქალაქი ლემანი ეს არის დასავლეთის საფრანგეთი და ეს არის ლუარის რეგიონი და სარტას დეპარტამენტი ნუ მეოცე ქალაქია საფრანგეთში თავისი სიდიდით და აი ამ ქალაქის პირველი ეპისკოპოსი იყო და მის სახელთან არის დაკავშირებული საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნება თუმცა ნუ არ ვიცი რა გითხრათ საფრანგეთია და ამიტომ არის ეს რუსით მოცული ეს ყველაფერი იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ უნდა გავემეორო რომ ბევრი იშრომეს ესე რომ ვთქვათ ბჭყალებში ფრანგებმა რომ თავიანთი ისტორია ბუნდოვანი გაეხადათ საეკლესიო ისტორია განსაკუთრებით ხო და არის ესეთი მოსაზრება რომ ეს ივლიანე იყო არა პირველ საუკუნეში როგორც ახლა მე უნდა მოგიყვეთ თქვენ არამედ მესამე საუკუნეში სავარაუდოდ ზუსტად ესეთივე გაუგებრობა არის წმინდა დიონისე პარიზის პირველ ეპისკოპოსთან რო ეს არის თუ არა დიონისე არიპოგელი მოწაფეულიც კულთა მოწაფე თუ ეს არის მეორე სხვა დიონისე ესეც მithქვამს თქვენთვის მოკლედ ახლა ჩვენ დღეს გვაქვს საუბარი წმინდა ივლიანეზე და სანამ საუბარს დავიწყებდე მინდა გაჩვენოთ აი ეს არის კათედრალი ნახეთ როგორი საოცარია ეს არის ლემანის კათედრალი წმინდა ივლიანეს სახელობის აი ესეთი წარდგინება მინდა მოგიყვეთ წმინდა ივლიანეს შესახებ და კიდევ ნუ ეხლა დავასახელებ უბრალოდ წყაროს რის მიხედვით ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ეს არის მე-9 საუკუნის ძეგლია ეს არის ცენომანელი თუ კენომანიის ეპისკოპოსთა საქმენი აი ესე ქვია და ნუ ძირითადად ინფორმაცია იქიდან გვაქვს და აი ხა ვიწყებ შემდეგ წარდგინებას კი არა და უკვე ფაქტიურად გიყვებით მის შესახებ აქაც არის რაღაც გარკვეული ბუნდოვანება თუმცა ნუ პირდაპირ ძალიან მყარი გადმოცემა არსებობს იმის შესახებ რომ აი ვინ იყო ეს წმინდა ივლიანე საოცრება უნდა გითხრათ ეხლა ამიტომ ვაკეთებ ამ პაუზას ესე იგი ხომ სახარებიდან წაგიკითხავთ ადგილს ეს ივლიანე ნუ აი ისევ გადმოცემით სახარებაში არის ნახსენები თუმცა ნახსენები არის სხვა სახელით როდესაც ის გახდა ქრისტიანი და მოინათლა მაშინ ეწოდა სახელი ივლიანე ესე იგი ეს იყო სვიმონ კეთროვანი სახარებაში მოხსენებული სვიმონ კეთროვანი
სვიმონკეთროვანი, აი ხა მის შესახებ უნდა გესაუბროთ, ჯერ და მერე უკვე როდესაც სვიმონკეთროვანი გახდა იულიანე მოინათლა და გახდა იულიანე, მერე მოგიყვებით ამის შესახებ. მოკლედ სვიმონკეთროვანი ეს არის ის სვიმონი, რომლის სახშიც პირდაპირ ესე არის ნახსენები, ეს არის მარკოზის მე-14 თავის 3-5 მუხლები და და მათეს სახარების 26 ზუსტად იგივე წერია, 26 თავის მე-3 მუხლია. მე-6 მუხლები არის, სადაც არის მოხსენებული, როგორ მივიდა იესო ქრისტე სვიმონკეთროვანის სახში და როგორ მივიდა მასთან, ოღონდ იქ სახელი არ არის დასახელებული და შემდეგ სხვაგან არის დასახელებული სახელი მარიამი, ოღონდ ეს მარიამიც რომელი მარიამია, ზუსტი პასუხი ამისი არ არსებობს, ზუსტი პასუხი. მაგრამ სავარაუდოდ აქ არის ლაპარაკი მარიამ მაგდალინელზე და ესე იგი ხა რა, აი იცით რომელი ადგილი, ახლა მე უნდა წაგიკითხოთ ეს, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, როდესაც მოვიდა ვინმე ქალბატონი მასთან ქალი მეძავი ესეც არის სადღაც ნახსენები, რომელმაც ალაბასტრი, ანუ ეს ალაბასტრი ეს არის ნივთიერება ჭურჭელი, ესე იგი სავსე მირონით, ანუ ნარდის ნერსაცხებელი, სავარაუდოდ ჩვენ გვაქვს ამ ნერსაცხებლის რაღაც წვეთები, მოკლედ გატეხადა და გახსნა ეს ჭურჭელი, გადმოასხა ფეხებზე და წაუსვა ფეხებზე და თმებით შეუწმინდა. და აი რითი არის დასამოხსეს რამდენიმე ორ ადგილზე არის ნახსენების მსგავსი სიტუაცია. ხო და აი ერთ-ერთმა მოწაფემ, სვიმონ უпростоრეთ იუდა ისკარიოტელმა რა, იუდა ისკარიოტელმა ესეთი რაღაცა თქვა, რომ რასაჭირო იყო ამ ნელსაცხებლის ესე დაყრაო, როდესაცო შეგველო გაგვეყიდა 300 დრახკანის დიდი ფული იყო ძალიან და ამ ფულითო გლახაკებს დავხმარებოდისო და იქ წერია კიდევ საყარებაში, რომ გლახაკების დარდი კი არ ქონდაო. გვადრუცი, ანუ საფულებარა რა და მოკლედ აი ესეთი ეს ვერცხლის მოყვარების სცენით იყო, ხო, ეს დაავადებული და მოკლედ აი ეს ამბავია და მე ხა თქვენ ამ ადგილს წაგიკითხავთ, ოღონდ კიდევ ერთი გადმოცემა არსებობს. როდესაც ლაპარაკობთ ჩვენ სვიმონკეთროვანზე რომ ლაპარაკობთ. ესე იგი, მარკოზის სახარებაში ბოლო ამბავი არის ეს, როდესაც აღწერილია სვიმონკეთროვანის სახში იესო როგორ მივიდა და პირველი ამბავი, პირველივე თავში არის აღწერილი, აი იქიდან დავიწყებ ახლა მე კითხვას, არის აღწერილი ერთ-ერთი პირველი სასწაული, რომელიც იესომ მოახდინა, ეს არის კეთროვანის განკურნება და იქ არის აღწერილი და ამას აგიკითხავთ და აქაც ნახეთ, აი ვარაუდებია, მაგრამ სავარაუდოდ ეს ამბავი ასეა ზუსტად როგორც გიყვებით, თქო, აი სავარაუდოდ. ესე იგი, ეს როდესაც სვიმონკეთროვანის სახში მივიდა უფალი, ხო? ის ხო კეთროვანი არ იქნებოდა. იმიტომ რომ კეთროვანს აკრძალული ქონდა ებრაული კანონების მიხედვით, საერთოდ ადამიანებთან რაღაცა გარკვეულ მანძილზე უფრო ახლოს მისვლა. ხო და მით უმეტეს ახლა სახში კეთროვანთან ვინ მივიდოდა. ანუ ერქვა სვიმონკეთროვანი, ესე ერქვა, იმიტომ რომ იყო კეთროვანი და განიკურნა და აი სწორედ სავარაუდოდ იესომ განკურნა და სავარაუდოდ აი ეს არის სწორედ ეს შემთხვევა, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ. მაშინ მოუხდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუხლნი დაიდგნა, ანუ დაუჩუქა. და ეტყოდა, უფალო, უკე თუ გინდეს, ძალგის გაწმენდა ჩემდა. და ხოლო იესო შეეწყალა, იგი განყო ხელი შეეხო მას და თქვა, ნებავს, განიწმინდე. დავით არცა ეს თქვა, მეხსოვლოდ განეყარა მას კეთროვანება იგი, ეს რაღაცა ქერქი თეთრი ფერის ის არის ხელზე და იმ წუთში ყველა მიცის რომ შეხედავს რომ აი ეს კეთრია რა და საშინლად გადამდები დაავადება და ჩამოცვიდა ეს. და განიწმინდა იგი და შერისხნა მას და მეხსოვლოდ გამოაძო იგი და რქვა მას და უთხრა
შერისხა პირდაპირ კაცრად უთხრა ძალიან იესო. იხილე, ნუ ვის უთხრობ, არავის არ უთხრა რაც რომ მოგივიდა. არამედ მივედ და უჩვენე თავი შენი მღვდელსა და შესწირე განწმენდ ისა შენისათვის, რომელი იგი ბრძანა მოსეს აწამებელად მათ და ბიბლიაში ზუსტად იყო განწერილი, აი თუ ჩაწერილი რა შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი და თუ კეთრისგან განეწმინდებოდა როგორი შესაძირავი უნდა გააკეთებინა. ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადება სიტყვის ამის ვითარმედ ვერ ღერა ხელმწიფემ მას ხალხად ქალაქად შესვლათ, არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფოდა და მოვიდოდეს მისა ყოველი კერძო. ესე იგი რა მოხდა ნახეთ? გაუთხრა იესომ რომ არსად არ თქვა პირდაპირ მიდი მღვდელთან ესეც ამბავია იმიტომ რომ მღვდელს ჰქონდა ეს უფლებამოსილება ვალდებულებაც რომ და ცოდნაც რომ განერჩია ადამიანი არის კეთრით ავად თუ არა და თუ მღვდელი იტყოდა რომ აღარ არის ავად მას უკვე შეელო ყველგან სიარული ეს არ წავიდა მღვდელთან ნახეთ როგორი რა ვიცი რა გამოიჩინა იცით აი გულხურვალება მადლიერება რომ თავის თავს აღარ დაეძებს თავარი რომ გააგებინოს ყველას რომ აი ესეთი საოცარი ამბავი მოხდა რომ ეს იყო კეთროვანი და აღარ არის და ქალაქში ვერ შედის იმიტომ რომ ჯერ დლის ნებართვა არ აქვს მაგრამ ვერ ითმენს რომ უკადაგოს ყველას და ამიტომ უდაბნოშია და იქ ხალხი მასთან მოდის რომ ნახოს ვისაც არ ეშინია აი ვისაც ჯერა და არ ეშინია და მოკლედ უდაბნოშია და იქ მოდიან და აი ეს და ესე იგი სავარაუდოდ ეს არის აი სიმონ კეთროვანი სავარაუდოდ. ეხლა შემდეგ რა ხდება? შემდეგ ესე იგი მარკოზის მე-14 თავის მე-3 მე-5 მუხლებს გიკითხავთ ეხლა. ვითარცა იყო იესო ბეთანიასა, სახსა სიმონ კეთროვანისასა და ინახით იჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქვთ ალაბასტრითა ნელსაწყებელი ნარდისა სარწმუნოისი, მრავალ სასყიდლისაი და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავს ამისა და იყვნეს ვინმე რომელნი რტვინვიდეს ურთიერთად და იტყოდეს რა ისათვის იქნა დარწმუნდა ნელსაწყებელი ამის. რამე თუ შესაძლებელი იყო ესე განსყიდათ უფრო ის 300-ისა დრანკანისა და მიცემოთ გლახაკთ, აი ეს ამბავი წაგიკითხეთ, ესე იგი, ეგურ არის მარკოსთან აღწერილი და ეხლა კი უფრო ვცლად ამ ამბის შესახებ იოანე მოციქულთან არის, იოანეს სახარებაში, იოანე ღვთისმეტყველთან და ეხლა რაზე ლაპარაკი, ნახეთ, აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ბეთლემი, ესე იგი, ბეთლემში იესომ უკვე მოახდინა ეს უდიდესი სასწაული, როდესაც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ანუ ეს არის ერთ-ერთი ბოლო სასწაული საერთოდ იესოსი. და რომელიც უკვე რაც აღწერილია ესე იგი სასწაულთა რიგი სასწauლებისა, რომელიც აღწერილია და ერთ-ერთი ბოლო არის ხო ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. და ეს რო იქ ხო რა ხდებოდა მე, ამრავი ადამიანი მოდიოდა იესოს სანახავად და უფრო მეტად კი ვითომ ესე წერია რომ უფრო მეტად ლაზარეს სანახავად, რომელიც მკვდრეთით აღდგა. და რა თქმა უნდა იესოს სანახავად ვინც აღადგინა. ანუ ფაქტობრივად თელმა ისრაელმა გაიგო ეს ამბავი. და ელვასავით მოედო ეს ამბავი ყველაფერს და ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ესენი უკვე ძალიან სერიოზულად შეშფოთდნენ ეს ებრაელები. ეს ფარისევლები და ეს ჟულის მოძღვარნი და ესენი და ნახეთ რა წერია ეხა ეს მე თვითონაც სხვათა შორის ეს ზუსტად არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება რაც ხელ უნდა გითხრათ ნახეთ ხოლო ურიანი ეძიებდეს იესოს და იტყოდეს ურთიერთას დგესრა ტაძარსა შინა ვით არ გონებთ არამე მოვიდესა დღესასწაულს ამას ესე იგი ეს ახლა პასექის დღესასწაული ახლოვდება უკვე პასექის დღესასწაული ახლოვდება და ამბობენ რომ ესე იგი მოვა თუ არ მოვა ამ პასექის დღესასწაულზე იესო იერუსალიმის ტაძარში ელოდები რატო რამე თუ მიეცა მცნება მღვდელმთავართა მათ და ფარისეველთა რაითა უკვე თუ ვინმე უწყოდეს სადაა საუწყოს მათ რათა შეიპყრონ იგი ესე იგი ეს უკვე მოხდა ფაქტიურად როდესაც ოთხშაბათს ესე იგი როდესაც ოთხშაბათს იუდა მივიდა ფარისეულებთან და ეს ფული აიღო აი მაშინ გამოსცეს ეს კანონი ფაქტიურად მაშინ გამოსცეს და და უფრო სწორედ ლაზარეს ამ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოცეს
და ელოდებიან მოკლედ როდის გამოჩნდება იესო. ელოდებიან როდის და ნათქვამი არის ყველგან მთელს ესე იგი ყველა გამოუქვეყნეს მოკლედ ეს ბრძანება რომ თუ ვინმე სადმე იესოს ნახავს რომ დაასმინოს რომ მათ შეიპყრონ იგი და მე შემდეგ უკვე მოაგვდინონ. აი ასეთი ბრძანება გამოცემული და ამის შემდეგ ხდება ახლა ეს ამბები, რასაც ჩვენ საუბრობთ, უკვე ბრძანება გამოცემულია და რომ ესე იგი 4 შაბათი დღეა ბრძანება გამოიცა და სიმონ კეთროვანი იესოს იწევს თავის სახში. ესე იგი იმის შემდეგ რაც ლაზარე აღდგა მკვდრეთით. აი ხლა აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. დავკვირდით ბრძანება გამოცემული რომ იესო ვინც სადმე თვალს მოკრავს რომ დაასმინოს რომ შეიპყრონ. და ამ დროს სიმონ კეთროვანი მას პატიჟებს თავის სახლში. აი როგორი გაბედულება, როგორი სითამამეა და უფრო მეტი, როგორი სიყვარულია უფლის მიმართ. აი, იცით რა, მე ხალაც მოგიყევით ეს ვარაუდები ამართლებს ამას, აი ახსნის. აი რა, ესე იგი თუ ეს ის კეთროვანია, რომელიც იესომ განკურნა თავის დროს და რომელიც არც კი დაელოდა, ესე იგი მუდლის განჩინებას და დაიწყო პირდაპირ ქადაგება, მაშინ აღარ გაგვიკვირდება რომ ამან იესო თავის სახში დაპატიჟა, პირიქით ის რომ გაგვიკვირდება აქამდე როგორ არ დაპატიჟა, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. და ნახეთ აქ მე ხე სახარებას წაგიკითხავთ ისევე და ბოლოს გეტყვით იმ ძალიან მნიშვნელოვან ვარაუდს კიდევ ერთს. ხოლო იესო უწინარეს 6 დღისავ ნებისამის მოვიდა ბეთანიად, სადაც იყო ლაზარე მომკვდარი, რომელგი აღადგინა მკვდრეთით და მოუმზადეს მას მუნცერი და მართა მსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა. ესე იგი მოიწვიეს და ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი, სუფრა გაიშალა. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრა ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოისაი და მრავალსასყიდლისა და ცხო ფერხთა იესოსთან და თმითა თვისთა წარხოსნა ფერხნი მისნი და სახლი იგი ყოველი აღივსო სუნელებითა მის ნელსაცხებელისაითა და მაშინ თქვა მოწაფეებმა ერთმან წმინდანმა მოწაფეთა მისთაგანმა იუდა სიმონისმა ისა ისკარიოტელმა რომელს ეგულებოდა მიცემა იმისი რაისათვის ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა 300 დრაქკანის და მიეცა გლახაკთა. აი ეს ამბავი არის, ხო, აღწერილი ცხადია. და აი აქედან არის ეს სწორედ ეს ვარაუდი, რასაც ახლა გეტყვით ძალიან სამბეშტავია. ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება ეს სიმონ კეთროვანი იყო ლაზარე, ამათთან არის, ხო, სახში მისული ლაზარე, მართა და მარიამთან და სწორედ მარიამს ცხო ეს ნელსაცხებელი. და აქედან არის ეს ვარაუდი, რომ სიმონ კეთროვანის სახლი იყო ეს. და შესაბამისად არის ვარაუდი, რომ შეიძლება ამათი ძმა იყო, მაგრამ ნუ ესე როგორც ძმა არ არის სახარებაში. არც ის არ არის, რაც ახლა გეტყვით, მაგრამ ალბათ უფრო სავარაუდოდ იყო ამათი მამა. ცხადია, რომ ახლა ლაზარეს, მართას და მარიამს მამაც ეყოლებოდა და დედაც უბრალოდ არ არის ნახსენები და აი ესეთი ვარაუდი არსებობს, რომ აი სწორედ სიმონ კეთროვანი იყო ლაზარეს და მაშინ ახეთ როგორ ლაგდება ყველაფერი ერთ-ერთი პირველი ვინც განკურნა ეს სიმონ კეთროვანი იყო და სავარაუდოდ შეიძლება ითქვას რომ აქედან გაიცნო შემდეგ უკვე ეს ოჯახი მთლიანად და ლაზარე, მართა და მარიამი და აი სიმონ კეთროვანი. მოკლედ აი ესეთი ამბავია, ესეთი საოცარი ამბავია სახარებისეული, ჩვენ გვაქვს წმინდა ნაწილი წარმოიდგინეთ ამისი. აი სიმონ კეთროვანის, ანუ იულიანესი, თუმცა აქაც არის როგორც გითხარით, ნუ აი ვარაუდის დონეზეა, მაგრამ ნუ ყველაფერი ვარაუდის დონეზეა. ახლა ოქმები არ იწერებოდა ახლა ესეთი, რომ დარწმუნებული ოქმით ზუსტად ვიცოდეთ ყველაფერი. ამიტომ აი ამაზე არის ჩვენი სარწმუნოებაც დამყარებული. ნუ იესოს ჯვარცმა ხომ მალე მოხდა მერე და სიმონ კეთროვანი გახდა, ნუ ისევ გადმოცემით, გახდა მოციქულთა მოწაფე, განსაკუთრებით პეტრე მოციქულს.
უშუალოდ პეტრესთან არის დაკავშირებული ეს, რომ პეტრე მონათლა იგი არ იყო მონათლული და როგორ იქნებოდა, ვერც იქნებოდა, ხო, იესოს ჯვარცმამდე და აი ჯვარცმის და აღგომის და ამაღლების მერე უფრო სწორედ ესე არის ნათქვამი, ამაღლების მერე მოინათლა, მოციქულება მონათლეს და ეპისკოპოსად ხელი დაასხეს და ნუ პეტრე იყო უშუალოდ მისი მოძღვარი და უწოდეს ნათლობაში იულიანე. იულიანე, ესე იგი იულიანუს. ეს სიტყვა ნიშნავს იულიუსი ნიშნავს დაწყებას, დამწყებს და იანუსი ნიშნავს ხუცი, მოხუცებულს, ხუცეს. ესე იგი ეს ამითი ესე იგი დაარქვეს სახელი, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს კი ახალი დაწყებული აქვს ამას გადაგება, მაგრამ როგორც ესე იგი ხუცი ასაკოვანი ადამიანის სიბრძნე აქვს და ხუცესი ამიტომაც მღვდელსაც ნიშნავს ქართულ ენაზე. მოკლედ, აი ესეთი დამწყები გამოცდილი მქადაგებელი, აი რაღაცა ესეთი სახელია ეს იულიანუსი. ანუ იულიანუს. ქართულად არის იულიანეს, რომ იულიანეს ანგელოზის დღეა ეს. ვისაც იულიანე ქვია იმათი. მოკლედ, პეტრე მოციქულმა გაამწესა ესე რომ ვთქვათ, რომ აკურთხა ეპისკოპოსად აკურთხეს შემდეგ და გაამწესეს გალია, ანუ დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, აი გაუშვეს იქ საქადაგებლად. ნუ აი ჩავიდა სწორედ აი ქალაქში, რომელსაც დღეს ქვია ლემანი და ეხლა მოგიყვებით რაც ვიცით მის შესახებ, ნუ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ნუ რაც ვიცით, სავსებით საკმარისია. უამრავი სათნოებით იყო შემკული და უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა იგი, როდესაც ჩავიდა უკვე იქა თავისი, ესე იგი, სადაც კათედრა დაარსდა შემდეგ მოგვიანებით. მან დააარსა ეს კათედრა, ესე იგი, ნუ მის ცხოვრებაში, აი რაც მოგიყევით ამ ლემანის ეპისკოპოსების ცხოვრება რო არის აღწერილი, ნათქვამია რომ სამჯერ მოახდინა მან სასწაული მიცვალებულის გაცოცხლების. და ეხლა მოგიყვებით ამას ყველაფერს და ესე იგი, აი ესე იგი, რისი სიმბოლოა, იცით, აი ეს ამბავი, რაც მოგიყევით, რომ თუ იესო, ესე იგი, ეს ამან თავის სახში შემოუშვა იესო და აი თუ იესოს შენ სახში შემოუშვებ, ესე იგი, თუ იესოს უფლებას მისცემ, რომ შემოვიდეს შენ სახში, რადიკალურად შეგეცვლის ცხოვრებას. აი ამ რადიკალური ცვლილების სიმბოლო არის სწორედ სიმონ კეთროვანი და ნუ შესაბამისად იულიანე. შემდეგ, როდესაც ლაზარე აღდგა მკვდრეთით კიდე იმ ძველ ამბებს უბრუნდებით ახლა, ლაზარეს მოკლაც ხო უნდოდა, იესოს მოკლაც უნდოდა, გადაწყვიტეს უკვე და აი ამ სიმონ კეთროვანის მოკლაც უნდოდა twin სახში, ანუ მამის, სავარაუდოდ, ლაზარეს მამის მოკლაც უნდოდა, ვინც შეუშვა საკუთარ სახში. აი, როდესაც ამ სცენომანში ჩამოვიდა, მასთან ახლდა პრესვიტერი ტურიბიუსი და დიაკონი პავაციუსი. და რომლებიც მერე მოგვიანებით სწორედ ამ სცენომანის ეპისკოპოსები გახდნენ ესენიც. ნუ თავიდან, როდესაც ჩამოვიდა ქალაქში, რაღაცა პატარა ქოხი ქალაქ გარეთ დასახლდა, ამ თავის თანამგზავრებთან რაღაც პატარა ქოხი იპოვეს და იქიდან დაიწყეს ესე იგი ხადაგება, რა თქმა უნდა, გარშემო ყველანი წარმართები იყვნენ. ამათმა ღვთის სიტყვა აქ, ამათმა პიროლებმა, ამათმა იქადაგეს. და თავიდან ეს წარმართები, ნუ ახლა სერიოზულად არ ეკიდებოდნენ ამათ ხადაგებას. მაგრამ მერე როდესაც ეს უმამრავი სასწაული მათ მოახდინეს, ამან თანდათანობით ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა იქ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომ ნუ ესენი უკვე მთელი არსებით
მიენდნენ ამათ, მოდიოდნენ და დახმარებას თხოვდნენ. ესე იგი ივლიანე ფიზიკურ უძლურებასაც კურნავდა და სულიერ უძლურებასაც ყველანაირად და უქადაგებდა ქრისტეს ნათელით განანათლებდა ამ ხალხს. შემდეგ ლემანში არ იყო ამ ქალაქში არ იყო წყალი და შორიდან მოქონდა ძალიან დინარეს მიდიოდნენ, ოღონდ ეს დიდი მანძილი იყო. ქალაქს არ ქონდა წყალმომარაგება, წარმოიდგინეთ და თავისი რკინის კვერთხი ჩაარჭო და ქალაქში წყალი აღმოაჩენა, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, ესაც ერთ-ერთი უდიდესი სასწაული იყო და ამის შემდეგ კიდევ განსაკუთრებულად გაიზარდა მის მიმართ დობა და შემდეგ მოხდა ესეთი რამ, რომ აი ლემანის თავადმა ივლიანე დაპატიჟა თავისთან სტუმრად თავის სასახლეში. რაც ქონდა ახლა. და მივიდა ივლიანე მასთან და ამ სასახლის შესასვლელთან ვიღაც ბრმა კაცი იყო, მათხოვარი, ითხოვდა რა და რომ გაიგო რომ იესო მოდის, უკაცრავად ივლიანე მოდის, როგორც ზუსტად ესე როგორც იესოს შემთხვევაში, მოკლედ თხოვა რომ განკურნე და თხოვა რომ ესე იგი ეს თვალები ახელოდა და მართლაც შეეცოდა ძალიან ივლიანეს და სანამ შევიდოდა პირდაპირ ამ თავადთან სახში, ჯერ ეს კაცი განკურნა და იქაც წარმოიდგინეთ, ეხა ისეთი ამბავი მოხდა, ყველამ ხო იცის რომ ეს ბრმა არის და უცებ ამას თვალები აეხილა და ამ თავადზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ესე იგი ჩაავარდა რომ გაიგო ეს ამბავი, თვითონ გამოეგება ივლიანეს მუხლებზე დაეცა და თხოვა შეწყნარება, თხოვა მონათლა, მოკლედ რომ ეს მას გაეზიარებინა მისთვის ეს ახალი სწავლება და რა თქმა უნდა ივლიანემაც დიდი სიხარულით შეასრულა ეს ჯერ მის ოჯახს, მის სახლეულს იქ ვინც ყავდა მსახურები ყველას უქადაგა ქრისტიანობა და ამის შემდეგ დაუნიშნა სამდღიანი მარხვა იმარხულეს და ამის შემდეგ მთელი სახლი მოინათლა ამათი და მადლობის ნიშნად ამ თავადმა ეს სახლი ლემანში დაუთმო ივლიანეს, სადაც ივლიანემ შემდეგ უკვე ტაძარი დაარსა და ფაქტიურად ესე აქედან მოყოლებული შეიძლება ითქვას ეს მთელი ლემანი და მთელი ეს მხარე მოექცა და სავარაუდოდ ეს კათედრალი რაც გაჩვენეთ თავიდან სავარაუდოდ ამ ადგილზე აშენდა მერე რა თქმა უნდა მოგვიანებით უკვე ივლიანი აგრძელებდა ამ სასწაულების მოხდენას, ამ ავადმყოფებს კურნავდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და განსაკუთრებით იყო ესეთი შემთხვევები, როგორც მოგახსენეთ, მიცვალებულის გაცოცხლების, ახლა როგორი შემთხვევები იყო, იცით, ძალიან გულშემატკივრობდა იგი მშობლებს, ვისაც შვილი გარდაეცვალათ და ამათ უცოცხლებდა მაგალითად მდიდარი წარმართი იყო ესეთი ანასტასი ერქვა სახელად ანასტასი. ეხლა არ ვიცი ანასტასი მერე ეწოდა ამას მეორე სახელი თუ ერქვა და დაემთხვა ესე მოკლედ ანასტასი ხო ნიშნავს აღდგომას ანასტასიოს. ხო და აი ამას გაუცოცხლა შვილი ანასტასის, რომელიც ამის შემდეგ მორწმუნე გახდა და მოინათლა. და აი ასეთ საქმიანობაში 47 წელი იყო ლემანის ეპისკოპოსი და 28 იანვარს გარდაიცვალა, დღესაც არის მისი ხსენება და 28 იანვარსაც არის მისი ხსენება. და ესე იგი ფაქტიურად მან თავისი ცხოვრების და აი მოღვაწეობის 47 წლის მანძილზე მან აღმოფხვრა მთლიანად მთელი ეს ხარი ეს კერპები შემუსრა და კერტაყვანისმცემლობა გაანადგურა და ესენი ყველანი გახდნენ ქრისტიანები. 90 სამრევლო გახსნა, 90 ეკლესია ამოქმედა, ესე რომ ვთქვათ.
176 სასულიერო პირის მუდელს დაასხა ხელი, 176 მუდელი აკურთხა, 22 დიაკონი, 22 იპოდიაკონი, ესეც დიაკონი მსახურების ფორმა არის, ესეთი იპოდიაკონი და 627 ეკლესიის მსახური, ანუ წიგნის კითხველი, მგალობელი და ასე შემდეგ. მონათე. და შემდეგ ესეთი რამ მოხდა. უცნაურობაა რა, არც ახლა გეტყვით, მაგრამ მკაცრი ვიქნებით განსჯაში. ესეთი უცნაური ამბავი მოხდა, რომ მისი გარდაცვალ გარდაიცვალა დასაფლავების დღეს, ახლა მთელი ქალაქი ხო შეკრებილი იყო რაღაც, ეთყობა რაღაც ძალიან დიდი ამბავი ხდებოდა მისი დასაფლავები და რო გაიგოთ, არ ვიცი ხე დეტალებს ვერ გეტყვით, მოკლედ ესეთი უცნაური რაღაცა მოხდა, რომ ქალი ვისაც ძალიან უნდოდა რომ დასწრებოდა, ყველაფერი მიატოვა, სახლიდან გაიქცა და ამოუვარდა თავიდან პირდაპირ. ესეც ალბათ თვით განგებით მოხდა, რომ ეს სასწაული მომხდარიყო. მოკლედ თუდი არაფერი მოხდა, სწორედ ამ იულიანეს ლოცვით. დაიწყდა ბავშვი, წარმოიდგინეთ, რომელიც დიდი ქვაბით ცეცხლზე იყო ქვაბი შედგმული, რომ და ბავშვი ამ ქვაბში იყო, რომ წყალი გაცხელებული იყო და დაებანა ეს ბავშვი. და დაიწყდა ბავშვი შვილი რა წარმოგიდგენიათ. არ არის კაი საქმე ხა რა თქმა უნდა, მაგრამ ხო გეუბნებით, ნახეთ რა მოხდა მე. დაიწყდა და წავიდა დასაფლავებას და რომ მოვიდა, ეს წყალი იყო ადუღებული რა. წარმოიდგინეთ, შეიძლება როდის გაახსენდა ეს, რომ ბიჟით მოვარდა თუ რაღაცა და მოვიდა და რას ხედავს რა. ამ აჩუხჩუხებულ, ადუღებულ წყალში ბავშვი თამაშობს. არაფერი არ მოვიდა. და მოკლედ ადიდეს უფალი რა. დღეს ამ ლემანის საკათედრო ტაძარში გაჩვენეთ, აქ ინახება მისი წმინდა ნაწილები და კიდევ ლემანის ესე იგი ამ იმისი რა ქვია ჰოსპიტალი არის, რომელშიც ყველას იღებენ, ეხლა არ ვიცი როგორ არის ამ თავს, მაგრამ ამ ჰოსპიტალის მფარველი წმინდანია და ასევე იულიანეს ევედრებიან, იცით როდის. როდესაც უცხო ქალაქში მოხვდებიან სადმე და არაგა ღამის გასათევი. ამ დროს თურმე იულიანეს უნდა თხოვო და იულიანე დაგეხმარება. და მოგაძებნიებს. რატომ? იმიტომ რომ მან ამ ურთულეს დროს, როდესაც გამოცხადებული არის ძებნა ქრისტესი, ამ დროს ისტუმრა უფალი და არაფრის არ შეეშინდა. და არც იმის რომ ებრაელება შემდეგ მოსაკლავად დაუწყეს დევნა. ასეთი არის, ასეთი იყო წმინდა იულიანე. რამდენიმე გამოსახულება გაგვაჩნია ჩვენ. ერთი არის ესეთი, ეს არის 1350 წლამდეა შექმნილი ფრესკა, ეს ფრესკა, რასაც ახლა გაჩვენებთ. ეს არის იესო, ნახეთ ეს მარიამი, რომელიც ფეხს ესე იგი, რომელიც ფეხზე ნელსაცხებელს უსვამს და სავარაუდოდ ალბათ მეინახეთ, წინ პეტრეა, იესოს გვერდზე პეტრეა, ესე თეთრი თმით. სავარაუდოდ სწორედ იქ არის შემდეგი სიმეონ კეთროვანი და ალბათ შემდეგ არის ლაზარე, იმიტომ რომ ლაზარეც მეინახეთ შორის იყო და მარტო ეს სამი ადამიანია გამოხატული, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, პეტრე შემდეგ ამის მოძღვარი გახდა. და ესე იგი მე ხა აღარ გავაგრძელებ სიტყვას მარიამის და მართას შესახებ, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ. ეხლა რაც უნდა გაჩვენოთ, ეს არის შუა საუკუნეების მინიატურა, ზუსტად ისეთივე გამოხატულება არის აქ, სავარაუდოდ პეტრე გვერდზე შუაში იესოს ნახეთ ეს მარიამის ფერხთან ესე არის გამოხატული, გვერდზე პეტრე, შუაში სიმეონ კეთროვანი და ეს ლაზარე. ლაზარე მეინახეთ შორის. ტრეთით აღდგარი უკვე და კიდევ ეს გვიანდელია 1470 წელია და მაგრამ გონია რომ ესე ძალიან შთამბეჭდავია. იესოს აქ სწორედ სიმეონ კეთროვანიოზის გვერდით. ქვით არის ნახეთ მარიამი, რომელიც ფეხს სპანს იესოს და ეს არის აქ ეს არის აქ სიმეონ კეთროვანი და სავარაუდოდ გვერდზე უზის შეიძლება ალბათ მართა, იმიტომ რომ ეს ცოლი არ არის არსად ნახსენები.
და აქაც შემდეგ სიმონი არის, ანუ პეტრე მოციქული, რომელიც სვამს და კიდევ შემდეგი არის ლაზარე სავარაუდოდ. ნუ ეს არის ყველაფერი, რაც რისი თქმაც შეიძლებოდა ამ უდიდესი წმინდანის შესახებ და ნახეთ როგორი ფრაგმენტი გვაქვს. ეს არის მისი წმინდა ნაწილი იულიანეს. აი თუ ჩანს. ეს არის მისი წმინდა ნაწილი. და შეგვიწიოს წმინდა იულიანეს მადლი. როგორც მოგახსენეთ, ჰენრიხ მეორე იმპერატორის ხსენება არის დღეს და ეს არის 75 საუბარი და აი დაგვემატა წმინდა იულიანე იგივე სიმეონ კეთროვანი ყოფილი ალბათ, ესე ვთქვათ, ნუ კეთროვანი ეს ერქვა სიმეონ კეთროვანი და შეგვიწიოს მათი მადლი. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.